მოგესალმებით, ზურფასებო, მადლობა უფალს დღევანდელი დღის შუქებისთვის, რომ ვართ უფლისამოსელო სახლში, რადგან განვადიდოთ მისი სახელი და თაყვანიცეთ მას. დღეს წავიკითხავთ ლუკას ახარებიდან, ვისაუბრებთ რა არის ნამდვილი, როგორ უნდა იყოს უпростоრად ნამდვილი მოწმუნე. დღეს რომ გავიდეთ ქუჩაში და შევეკითხოთ, მოწმუნე ხარ? კი, ყველა ამობს ქრისტიანი არის, მაგრამ როგორი? ნამდვილი ქრისტიანის თვალსაჩინოება როგორია? ლუკას ახარებაში წერია, ეს არის მერვე თავის მე-16 მუხლიდან, სადაც კარგად ჩანს, რომ ნამდვილი ქრისტიანი უფლის შვილი როგორ უნდა ანათებდეს როგორც სანთელი. მოდი წავიკითხოთ. არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ, ან საწოლ ქვეშ შედგას. არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემოსულებმა იხილონ ნათელი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდება და არ გაცხადდეს. ამიტომ დაუკვირდით როგორ ისმენთ, ვისაც აქვს, მას მიეცემა, ვისაც არ აქვს, ისიც წაეთმევა, რაც გონია რომ აქვს. მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის სიმრავლის გამო. შეატყობინეს მას, დედა შენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთ. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ, დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენს და ასრულებენ. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ, გადავიდეთ ტბის გაღმა და გაცურეს. აი იქ ცოტა ხანი შევჩერდე და აქ ღვთის სიტყვა გვანახებს და გვასწავლის, რომ სიტყვა მოწმუნე მარტო სიტყვა არ არის. ანუ ამას უნდა მოყვეს თან მოქმედება, თან ცხოვრების წესი, ისეთი როგორც სახარება გვაუწყებს, ისეთი როგორც ბიბლია გვაუწყებს და აქ როგორც წავიკითხეთ, რომ არის მაგალითი მოყვანილი სასანთლე. როცა დენი ჩაქრება, ჩვენ შეიძლება ავანთოთ ხოლმე სანთელი, რომ ოთახი გაანათოს. და დღეს ჭუხტისოფელში არის ჩავხრალი შუქი. სიბნელია. ჩვენ როგორც ქრისტიანები უნდა ვანათებდეთ ისე, რომ სხვებისთვის იყოს სამაგალითო, სხვები ხედავდნენ უფალო იესო ქრისტეს. მაგრამ აქ არის, რომ ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდება, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდება. ანუ ჩვენ რას ვფიქრობთ, ვისზე, ვიღაცაზე, მოყვასზე, ყველაფერს ხედავს უფალი. უფალი იესო არის ყველა გულის მხილველი. ის ხედავს ჩვენ რა გულით მოვდივართ ეკლესიაში, რა გულით ვისმენთ სახარებას, თუნდაც რა გულით ვაკეთებთ ქველმოქმედებას, ან რა გულით ვსახურობთ ეკლესიაში, ყველაფერი უფალი ხედავს, აგვირდება და რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამიტომ დაუკვირდით როგორ ისმენთ, ვისაც აქვს, მას მიეცემა, ვისაც არ აქვს, ისიც წაეთმევა, რაც გონია რომ აქვს. რაზეა საუბარი? რა შეიძლება მოწმუნეს კონდეს? წმენა, ღვთის სიტყვა. მაგრამ დღეს ხშირად მომისმენია მე მოწმუნეებისგან, რომ აი 30 წლის მოწმუნე ვარ, ანუ 35 წლის მოწმუნე ვარ, 20 წლის მოწმუნე ვარ, მაგრამ ამ წლების მანძილზე შიგნით როგორ ვისმენთ ღვთის სიტყვას 50 წლის მანძილზე? 50 წლის მანძილზე ჩვენი სიახლოვე ღმერთთან როგორია? ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან როგორია? იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში ქრისტიანობა შეიძლება იყოს მოდაში, შეიძლება იყოს რიტუალი, შეიძლება იყოს მიმბაძველი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი, ახლობელი, მეზობელი შეიძლება ეკლესიაში მოვიდეს. მაგრამ აქ არის, რომ იესოსთან მიდიან მისი ნათესავები, მისი ძმები და ხორციელი შობელი, დედამისი, მარიამი. ის არ აჩერებს, არ ჩერდება, არ ამობს, აი დამელოდეთ, აი ჩემ ძმებს ვნახავ და მოვალ. არა. იესო ამახვილებს ყურადღებას და ყველასთვის გასაგონად ამობს, რომ რა არის იესოსთვის მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენთვის, მოწმუნისთვის, ქრისტიანისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? შეიძლება ვთქვათ, შვილი, ოჯახი, სამსახური, ქრისტიანული ცხოვრებაც, რა თქმა უნდა. მაგრამ
იესო ქრისტეს დამოკიდებულება როგორიც იყო. ჩვენი დამოკიდებულებაც ანალოგიურია. იმიტომ რომ იესო ამობს ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ. დღეს ჩვენ ვისმენთ ღვთის სიტყვას. სახში კითხვით, ეკლესიაში მსახურებით, მაგრამ როგორ ვასრულებთ ამას ღვთის სიტყვას? ჩვენში ღვთის სიტყვა როგორ მოქმედებს? დღევანდელი დღეს ქრისტიანობის საფუძველი უნდა იყოს ღვთის სიტყვა. მაგრამ დღეს ჩემი საფუძველი, ჩემი ფუნდამენტი წმინდა წერილის შუქზე როგორია? შეიძლება ვთქვათ, კარგი, მადლობა უფალს, დღეს ეკლესიაში მოვედი, მაგრამ რო გადავხედოთ წყენებს, მოყვას ის ადვილად შეიძლება გვეწყინოს, ადვილად შეიძლება ვაწყეინოთ. ეს უნდა უფალს. უფალი ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ჩვენ შორის იყოს წყენა, გულის ტკივილი, გაუგებრობა. არა. და პირველ საუკუნის პირველ ეკლესიაში, როცა მორწმუნეები იკრიფებოდნენ, მოციქულთა საქმეებში წერია მეორე თავში, რომ ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ. ხედაღამე ერთად იყვნენ, ერთად ეხდნენ პულს, გულუბრალოებით. ღვთის სიტყვის კითხვაში იყვნენ, ლოცვაში იყვნენ. და ყოველ დღე უმატებდათ ღმერთი დახსნილ რიცხვს მათ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ჩვენი უფლის სიტყვაში ყოფნიდან გამომდინარე მოვლენ ახლები. თუ მე არ ვარ მოწოდების სიმაღლეზე, სხვისთვის სანთელი როგორ ვიქნები, როგორ გავუნათო. და აქ არის რომ როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ივსებოდა და საფრთხეში იყვნენ. მივიდნენ გააღუჯეს და უთხრეს: მოძღვარო, ვიღუპებით და მან გაღუძებულმა შეერისხა ქარი და წყლის ღელვა და დაცხნენ და ჩამოვარდა მყუდროება. გაღმა გაცურეს და იქ ამოვარდა ქარიშხალი. დღეს ეს ქარიშხალი, ეს ზღვა ასახავს წუთისოფელს და წუთისოფელი დღეს ბობოქრობს. წუთისოფელს უნდა რომ ჩვენ როგორც სანთელი ვიყოთ ჩამქრალი. წუთისოფელი ცდილობს იმას, რომ ჩვენ გულში შემოვიდეს წყენა, შემოვიდეს შეიძლება ბოღმა, შეიძლება შური, შეიძლება გაუგებრობა. ეს უნდა ბოროტს. წუთისოფლის მთავარი ამასაც ცდილობს დღე და ღამე. მაგრამ ჩვენ როგორ მიმართავთ ღმერთს? იესოს მიმართავენ ნავში და აღუძებენ და ეუბნებიან: მოძღვარო, გვიხსენ ვიღუპებით. მათ შიში იყო. შიში იყო იმისა სიცოცხლის წართმევის საფრთხე იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა იესო ეუბნება, რომ იესო არ ეუბნება უფლოსწორად, რომ თუ წმენა არ ქონდათ, რატო ახვედით ნავში? თუ იმედი არ ქონდათ, რატო გამომყევით მე? იესო დგება და შერისხა ქარი და ჩამოვარდა მყუდროება. ძვირფასობა ეს იმდენად მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის, რომ ჩვენ თუ მოუხმობთ უფალს, რომ უფალი დაგვეხმაროს იმ ძიმე მომენტში. როცა ჩვენ გულში შეიძლება იყოს ღვარძლი, შეიძლება იყოს წყენა და ტკივილი და გაუგებრობა, ვთხოვოთ უფალს, რომ დაგვეხმაროს. არ მივცეთ საშუალება ბოროტს, რომ მან ამ გაუგებრობით წყენით ან შეიძლება იყოს ჩვენს გულში იმუშაოს. და გაცილებით მეტი იმით დაგვაშოროს უფალს. იმიტომ რომ მას სურს რომ დაგვაშოროს. მაგრამ აქ არის რომ უთხრა მათ, სად არის თქვენი რწმენა? ისინი შიშით და გაოცებულები ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ არის ეს? ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც დაემორჩილებიან. მორწმუნეები მოწაფეები ბოლომდე ვერ წდებოდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე. თუმცა სასწაულებს ხედავდნენ. თუმცა ნახეს და იესო ქრისტეს პრინციპიც ნახეს, რომ ძმებზე და დედამისზე მაღლა აყენია უფლისთვის ღვთის სიტყვა, ვინც ისმეს. ის ადამიანი, ვინც ღვთის სიტყვას ირჩევს. და დღეს ჩვენ უფლის სიტყვა არჩეული გვაქვს. დღეს ჩვენ უფლის სიტყვის თანახმად წმენიდან, ცოცხალი წმენიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ უფლის მცნებებით ვიცხოვროთ. და დღეს, როცა ჩვენ გარშემო შეიძლება ზღვა განსაცდელი იყოს, ბობოქრობდეს, იესო იგივე მიმართვას გვეუბნება ჩვენ, რომ სად არის თქვენი რწმენა? შეიძლება როცა ცხოვრებაში კაი ეტაპია, კურთხევის ეტაპია და ჩვენ ვიხარია, ვამობთ რომ უფალო, მადლობა,
მე ბოლომდე ვიქნები შენთან. დიდება შენ რომ ეს მადლი და წყალობას ჩემ ისა მაძლევ მეც და ჩემ ოჯახს. მაგრამ როცა მოდის განსაცდელი, ჩვენ შეგვიძლია განსაცდელიდან გამომდინარე მადლობა მოუხადოთ უფალს და უთხრათ უფალო, მადლობა რომ ეს განსაცდელი მოავლენე ჩემზე. იმიტომ რომ ჩემი წვენის გამოსა დადგა და თითოეული ჩვენგან ეს წვენა უნდა იცდებოდეს. ერთ-ერთმა მსახურმა ძმა რაღაცაზე იყო საუბარი და ერთ-ერთ ძმას რაღაც სიყვარულით ბიბლიიდან გამომდინარე რაღაც რჩევა მისცა და მეორე ძმას ეწყინა და ეუბნება რომ რატომ ეუბნებით, რატომ მარიგებთ ესე რომ მეწყინაო და ერთ-ერთმა ძმამ უთხრა რომ არა უშავს გეწყინა დიდხან და გამახსოვდება ის რჩევა და ის ქრისტეს პრინციპი. დღეს ჩვენ შეიძლება რაღაცა გულში ჩავიდოთ, მაგრამ გამოსწორებას როგორ ვცდილობთ? იესომ რომ გამოასწორა ის ზღვა როცა ღელავდა, მან სიტყვით თქვა და უდროება ჩამოვარდა. უფალს უნდა რომ ჩვენ განსასწრების დროს მას მოუხმოთ. მას უნდა რომ ჩვენ ცხოვრობდეთ არა მარტო კვირა დღისით ქრისტეს სიტყვაში, არა მარტო ბიბლიის საათით, როცა შეიძლება კვირაში ერთი დღე ბიბლიის საათი იყოს. იესოს უნდა რომ ჩვენი ცხოვრება იყოს მუდმივ მასთან ურთიერთობაში, არა მარტო კვირა დღისით, არა მარტო კვირაში ორი დღე. ჩვენ მას უნდა ვეკუთვნოდეთ. იმიტომ რომ მან უდიდესი ფასი გადაიხადა. მან უდიდესი სხვეპრი გაიღო იმისთვის, რომ დღეს ჩვენ მასთან ერთად ვიყოთ ნავში. და ნავი არის ურფასებო ეკლესია. რაც დღეს, სადაც იესო ქრისტეა. იმიტომ რომ უფალი იესო ამბობს, სადაც 2 და 3 შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც თქვენ შორის ვარ. ანუ ისიც ნავშია. მაგრამ ხშირად ადამიანი, როცა რაღაცა შეიძლება გაუგებრობა მოხდეს ეკლესიაში, მოწმეებს შორის, ხშირად გადადიან ნავიდან. და ეს აისახება, მე ეკლესიაში აღარ მოვალ. მე როგორ მეწყინა, როგორ მაკადრეს, როგორ მითხრეს ეს, მაგრამ ნავიდან გადასვლა ადრე თუ გვიან, როგორც გინდა სულვა არ ვიცოდეთ, როგორც გინდა ადამიანმა ზღვაში არ იცოდეს სულვა, ადრე თუ გვიან ჩაიძილება, დაიღლება, გამოიფიტება. და დღეს გვესაჭიროება თითოეულ ჩვენგანს, რომ იესო ქრისტესთან ერთად ვიმყოფოდეთ ნავში, არ გადმოვიდეთ ნავიდან იესო ქრისტეს გარეშე. იმიტომ რომ როდესაც არის უფალი, იქ მშვიდობა, სადაც არის უფალი, იქ გამხნევება ნუგეშია. და ბოლოს მინდა ვთქვა ის, რომ როცა გავართ ეკლესიიდან, როცა მსახურება დამთავრდება, არ ვიცით რა გველოდება, რა განსასწრელი შეიძლება იყოს, რა განსასწრელი შეიძლება დაეშვას, რა ტკივილი შეიძლება მივიღოთ წუთის სოფლისგან, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა ვჩებოდეთ ნავში იესო ქრისტესთან. იესო ქრისტეს გარეშე ჩვენ ჩავიძილებით და ვიხრჩობით. ამის წინ როგორი ის არის, რომ ზღვაზე რო ვიყავით, ეხლა გუშინ დაბრუნდით ბანაკიდან და ერთი დღე იყო წვიმა და ამ წვიმის დროს ზღვა ღელავდა და იდგნენ მაშველები ზღვისპირას დამობენ, არ უშვებდნენ ზღვაში, იმიტომ რომ დიდი ალბათობა იყო რომ იქ ადამიანი დახშობოდა, მომხდარიყო, მაგრამ ხალხი არ უსმენდა. ხალხი არ უსმენდა და ეუბნებოდა, არა უშავს, მე მინდა რომ შევიდე და 3-4 ადამიანი გადაარჩინეს, ძილს გადაარჩინეს. ანუ ამის თქმის თქმა მინდა რომ ეს გავს მოწმუნეს. მოწმუნესი ამბობს რომ არა უშავს, მე ეკლესიის გარეთაც კარგად ვიქნებიოს. მე ეკლესიის გარეთაც კომფორტულად ვიგრძნობ თავს. მაგრამ ის ზღვა წუთისოფელი ბობოქრობს, ცდილობს რომ ჩაგყლაფოს და ჩაგძიროს. მაგრამ დღეს ჩვენი ურთიერთობა ქრისტესთან გადის ჩვენ ცოცხალწმენაზე, ჩვენს გულზე და ჩვენს გონებაზე გადის, რომ მე გულში და გონებაში იესო ქრისტეს როგორ ვიღებ. უამრავი ადამიანებმა შეიძლება მოინანიონ. ახალგაზრდული ბანაკები როცა არის ტარდება წლების მანძილზე, ბევრი ინანიებს. მაგრამ რო გული და რა გონებით. და თავარი მინდა გითხრათ ურფასებო, რომ სანამ იესო მეორე დაბრუნდება, ეს ზღვა წუთისოფელი ყოველთვის იქნება ღელვადი, ყოველთვის იბობოქრებს, ყოველთვის ეცდება რომ დაგვანახოს რომ მე ნავის გარეშეც კარგად ვიქნები. მაგრამ პირველ რიგში ჩემ თავსაც ვეუბნები და თითოეულ თქვენ გილჩევთ, რომ არასოდეს არც ერთი განსაცდელი,
ასეთი ტკივილი, ასეთი წყენა, ასეთი გაუგებრობა, არც ერთი ბოღმა არ იყო საბაბი იმისა, რომ ჩვენ ქრისტეს ნავიდან გადავიდეთ. იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ ქრისტიანები არა ვართ ისეთი როგორც ქრისტეს უნდა. და წერია კიდე პირველი კორინთთა წერილში რომ ეგონათ რომ იდგნენ, მაგრამ წაიქცნენ, დაეცნენ. ანუ ეგონათ რომ სულიერად კარგად იყვნენ, ზღვაში კარგად იგრძნობდნენ თავს, მაგრამ დაეცნენ. გისურვებთ რომ ჩვენ არასოდეს არ დავეცეთ, რადგან იესო ქრისტე იყო ჩვენ ცხოვრებაში. გისურვებთ რომ ჩვენს გულებში ყოველთვის მუდმივად ცხოვრობდეს შემოქმედი ღმერთი. არა კვირადღისით, არა მაშინ როცა კარგად უძნობ თავს, ან კარგ ხასიათზე ვარ. ან შვიდათა ვარ. არა. იესო ქრისტეს ცხოვრება ჩვენ ცხოვრებაში იყოს მანამდე სანამ ჩვენ დადგება დრო მასთან შეხვედრისა. არა აქვს მნიშვნელობა ის მოვა მეორედ, ან ჩვენ წავსგებით მის წინაშე. თავარი არის ის, ბოლოს მინდა თქვა რომ ეს შეხვედრა მოხდება. ამ შეხვედრას ვერ გავექცევით. ეს შეხვედრა გარდაუვალია, მაგრამ ამ შეხვედრისთვის როგორ ვემზადებით? ეს შეხვედრა როგორია? როგორ ვამზადებთ ჩვენ თავს ყოველდღიურად უფალთან შესახვედრად? დღეს რომ მოსულიყოს ამ წუთას რომ მოვიდეს იესო ქრისტე. ჩვენ მზად ვარ შევხვდეთ, შევეგებოთ მისი როგორც მისი ერთგული შვილი. უმეტესობა შეიძლება არ ვიყოთ მზად, იმიტომ რომ ჩვენს გულში იყოს რაც არ უნდა იყოს მოწმენაში. გისურვებთ, რომ თითოეული თქვენგანში თქვენს გულებში ცხოვრობდეს მუდმივად შემოქმედი ღმერთი იესო ქრისტე და ბოლომდე ვიყოთ სულიწმიდის ტაძარი, იმიტომ რომ თუ ჩვენ უფალს არ მიჩნევთ საშუალებას, რომ ჩვენში იმოქმედოს ისე როგორც მას უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით სულიწმიდის ტაძარი. ჩვენ ვერ ვიქნებით როგორც ის ჭურჭელი, რომელიც ღმერთს უნდა რომ ჩვენ გამოგვიყენოს. გისურვებთ წარმატებას, უფალმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და წინ უფალ იესო ქრისტეში. ამინ.